მოგესალმებით საუბრის სივრცის ეთერში, მე ქრისტინე ვარ და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ქვემო ქართლში პირველი ევროპული ქალაქის შესახებ. დღეს მინდა თქვენთან ერთად წარმოსახვით ვიმოგზაურო. მოგზაურობა იქნება არასადღაც შორს, არამედ ქვემო ქართლში იმ ადგილას, სადაც ისტორია ათასობით წლით ადრე იწყება, ვიდრე ჩვენ ამას სკოლაში ვისწავლიდით. დღეს ვილაპარაკებთ მანისზე, ადგილზე, რომელსაც ხშირად უბრალოდ ძველ ნანგრევებად აღვიქვამთ, მაგრამ სინამდვილეში ის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. როცა ვამბობთ პირველი ევროპული ქალაქი, ბევრს ჰგონია, რომ ეს გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ დმანისი სწორედ ის ადგილია, რომელმაც მეცნიერებს დაანახა ევროპის ისტორია გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე აქამდე გვეგონა. დმანისი არის ადგილი, სადაც პირველად აღმოჩნდა ადამიანის უძველესი კვალი ევროპის ტერიტორიაზე და ეს ადამიანი ცხოვრობდა აქ დაახლოებით 1.800.000 წლის წინ. წარმოიდგინეთ ეს რიცხვი. მაშინ არც ქალაქები არსებობდა, არც სახელმწიფოები, არც ენები, საერთოდ არაფერი არ არსებობდა და მაინც აქ ადამიანი უკვე იყო დმანისში, ქვემო ქართლში. დმანისში აღმოჩენილი ძვლები, რომლებსაც დღეს დმანისის ადამიანები ეწოდებათ, შეცვალა მსოფლიო ისტორიის წიგნები. მანამდე ფიქრობდნენ, რომ ადამიანები აფრიკიდან ევროპაში ბევრად გვიან მოვიდნენ, დმანისმა კი დაამტკიცა, რომ ევროპისკენ პირველი ნაბიჯები სწორედ აქედან დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ ქვემო ქართლი იყო ერთ-ერთი პირველი კარიბჭე, რომლითაც ადამიანი ახალ სამყაროში შევიდა. მაგრამ დმანისი მხოლოდ პრეისტორია არ არის. ეს არის ქალაქი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში იცხოვრა, განვითარდა და იბრძოლა. შუა საუკუნეებში დმანისი მნიშვნელოვანი სავაჭრო და კულტურული ცენტრი იყო. აქ გადიოდა სავაჭრო გზები, აქ ხვდებოდნენ სხვადასხვა ხალხი, ენები, რელიგიები, ეს იყო ქალაქი, სადაც აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთს ხვდებოდა. დღეს, როცა დმანისის ნანგრევებს ვუყურებთ, ვხედავთ ძველ ციხეს, ეკლესიებს, ქალაქის კედლებს, ზოგადად ქვემო ქართლი გამოირჩევა ძველი ისტორიული ნაგებობებით, შენობებით, რომლებიც ძალიან ძველ ისტორიას ინახავს. მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, ეს ქვები უბრალოდ ქვები აღარ არის. ისინი ისტორიას გვიყვებიან, ისტორიას ადამიანებზე, რომლებმაც აქ იცხოვრეს, იმუშავეს, ილოცეს, იბრძოლეს და შემდეგ გაქრდნენ. მაგრამ კვალი დატოვეს, დმანისი გვახსენებს ერთ მნიშვნელოვან რამეს. ჩვენ არ ვართ პატარა ისტორიის ხალხი, ჩვენი მიწა არ იწყება გუშინ, ის იწყება იქ, სადაც ადამიანი პირველად მიხვდა, რომ შეუძლია გზა გაიაროს, გადარჩეს და ახალი ადგილი სახლად აქციოს. სამწუხაროდ ხშირად დმანისზე მხოლოდ მაშინ ვსაუბრობთ, როცა ტურისტები ჩამოდიან, ან როცა უცხოელი მეცნიერები ინტერესდებიან. და ამ დროს გვავიწყდება, რომ ეს ადგილი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, ჩვენი იდენტობის ნაწილი. დმანისი არ არის მხოლოდ წარსული. ის არის კითხვა ჩვენთვის დღეს. ვიცით თუ არა, რამხელა პასუხისმგებლობა გავააკისრია იმ მიწის წინაშე. ვუფრთხილდებით თუ არა იმას, რაც ათასობით წელმა შემოგვინახა. როცა ქვემო ქართლზე ვსაუბრობთ, ხშირად პრობლემებზე ვფიქრობთ, მაგრამ იშვიათად ვამბობთ, რომ ეს რეგიონი არის ადგილი, სადაც ევროპის ისტორია დაიწყო და ეს ნამდვილად არის სიამაყის მიზეზი. თუ ოდესმე დმანისში იქნებით, ნუ შეხედავთ მას უბრალოდ როგორც ტურისტულ ობიექტს, შეჩერდით, მოусმინეთ იმ სიჩუმეს, რაც იქ დაგხვდებათ, ან იმ ხმაურს, დაათვალიერეთ იქაურობა. ამ სიჩუმეში შეგიძლიათ გაიგოთ ადამიანის პირველი ნაბიჯების ექო, იმ ნაბიჯების, რომლებმაც საბოლოოდ აქამდე მოგვიყვანა. ეხლა კი მინდა, რომ ისტორიის მოყოლა გავაგრძელო ორი ადამიანის თვალით. მათი სახელები შეიძლება ძალიან ბევრმა უკვე კარგად იცის და ეს ადამიანები არიან ზეზო და მზია. ეს სახელები მეცნიერებმა დაარქვეს მათ, რომ ძვლები ადამიანებად ექციათ, რომ ისტორია ცოცხალი გამხდარიყო. ზეზო და მზია ცხოვრობდნენ მაშინ, როცა სიტყვა ევროპა არც კი არსებობდა, როცა რუკებიც არ იყო, როცა არავინ იცოდა, სად იწყებოდა და სად მთავრდებოდა გზა. და მაინც ისინი წავიდნენ. დაახლოებით როგორც ვახსენეთ 1.800.000 წლის წინ ადამიანის ერთმა მცირე ჯგუფმა აფრიკა დატოვა და ნელ-ნელა ჩრდილოეთისაკენ წამოვიდა. ამ გზის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაჩერება იყო დმანისი. წარმოიდგინეთ ზეზვა, ხანდაზმული ადამიანი. მისი თავის ქალა გვიჩვენებს, რომ კბილები დაკარგული ჰქონდა. დღევანდელი თვალით თუ შევხედავთ, ასეთ ადამიანს გადარჩენა ძალიან გაუჭირდებოდა. მაგრამ ზეზვა გადარჩა და ეს ერთი უბრალო ფაქტი ძალიან დიდ რამეს გვეუბნება. ეს ნიშნავს, რომ ის მარტო არ იყო.
ვიღაც მას საჭმელს აძლევდა, ვიღაც მასზე ზრუნავდა. ეს არის თანაგრძნობის ერთმანეთის გვერდში დგომის ყველაზე ძლიერი მტკიცებულება. ახლა წარმოიდგინეთ მზია, ახალგაზრდა, უფრო მოძრავი, უფრო ძლიერი. მისი ისტორია გვიყვება ადაპტაციაზე, იმაზე, როგორ სწავლობდა ადამიანი ახალ გარემოს, ახალ კლიმატს, ახალ საფრთხეებს. ზეზო და მზია ერთმანეთისგან განსხვავებულები იყვნენ, მაგრამ ერთი რამ აერთიანებდათ: გადარჩენის სურვილი. დვარის შინაპოვნი ძვლები გვიჩვენებს, რომ ეს ადამიანები სრულყოფილები არ იყვნენ. მათ ჰქონდათ სუსტი სხეული, მარტივი იარაღები და მაინც მათ შეძლეს ის, რაც მანამდე არავის გაუბედია. მათ შეძლეს და გზა გააგრძელეს. დიდხანს ფიქრობდნენ მეცნიერები, რომ ევროპაში ადამიანი მხოლოდ მაშინ მოვიდა, როცა უკვე ძალიან განვითარებული იყო. დვარისმა კი ეს აზრი შეცვალა. დვარისმა თქვა, ადამიანს არ სჭირდება იდეალურობა, რომ წინ წავიდეს. სჭირდება მხოლოდ მოძრაობა და ერთმანეთი. ზეზომ და მზიამ არ იცოდნენ, რომ ისტორიას წერდნენ. არ იცოდნენ, რომ მილიონობით წლების შემდეგ ვიღაც მათ სახელებს გააჟღერებდა, თუნდაც ეხლა რადიოში, ან სტატიებში, ან გადაცემებში. ისინი უბრალოდ ცხოვრობდნენ, ეძებდნენ საკვებს, იცავდნენ ერთმანეთს, უყურებდნენ ცეცხლს და უსმენდნენ ქარს. და ამ უბრალოდ ცხოვრებაში დაიწყო ძალიან დიდი გზა. დვარისი სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებული. ეს არის ადგილი გმირებზე და ეს არის ადგილი ადამიანებზე. ადამიანებზე, რომლებმაც პირველად დაამტკიცეს, რომ ადამიანი შეიძლება წავიდეს იქ, სადაც ადრე არასდროს ყოფილა. როდესაც დღეს ვამბობთ, რომ ქვემო ქართლში ვცხოვრობთ, შეიძლება ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ ამ მიწას ერთ-ერთი უძველესი მეხსიერება აქვს. აქ არ დაწყებულა მხოლოდ ქალაქი, აქ დაიწყო დვარისის ევროპული გზა. და ბოლოს მინდა ერთი რამ გითხრათ, ზეზო და მზია არ იყვნენ ძალიან ძლიერები, არც თავიანთი ფიზიკური ძალით და არც თავიანთი განვითარებით. ისინი ძლიერები იყვნენ ერთმანეთით. და იქნებ სწორედ ეს არის ყველაზე ძველი გაკვეთილი, რაც დვარისმა და ამ ადამიანებმა დაგვიტოვეს. მადლობას გიხდით მოსმენისთვის. მე ვიყავი თქვენთან ერთად, ქრისტინე, და შევხვდებით შემდეგ გადაცემაში.